მე მგონია რომ ზოგადად ყველაფერი ტყუილია რაც ხდება ეხლა თქვენ ფლანგზე რა. ბევრი ტყუილი. ყველაფერი ტყუილია უბრალოდ. აი ყველაფერი არის ეხლა შენ დაბადების დღე შეიძლება ტყუილი არ იყოს ყველაფერად, მაგრამ მე ვამბობ რომ მე გესწრაფი დაწყებული იმით რომ საარჩევნო კამპანია რომელიც აი უბრალოდ არაფრის ლაპარაკზე იყო აწყობილი ბიძინა და რუსული რეჟიმი და გავაგდებთ ასე შემდეგ. გაყავდა სამბავი რომ ვერავინ ვერ დაამტკიცა 300,000 კმაო რაღაცა. 300 მეურია. არა, ახლოსაც ვერ დაამტკიცა არაფერი მსგავსი. არც 100-ის მტკიცებულება იყო. არა, ასად არის. მტკიცებულება შეგიძლია რომ ადამიანს დააჯერო რომ დააჯერება შეიძლება გებესმა კაცო ხალხი არ დააჯერა, მაგრამ დააჯერება არის. თავარია ტყუილი იყო რა, ანუ მტკიცებულება არ ქონდა. თორე მე გინ დააჯერებ ვიღაცა 300,000-ს კი ჯერა კაცო და ხოცებს ჯერა რომ არც ერთი ხმა არ გაყავდა მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებისა. ამიტომ აქ დაჯერებაზე არის. მტკიცებულებები არ დაიდო, აგერ რა ვიცი, არ დაიდო. მე დაიწყო პროტესტი რომელიც მოკვდა თქვენი პარტიის, იქ რო იყო, კარვები რო იყო იქ უნივერსიტეტთან. ამით მოკვდა მთელი საპროტესტო მუხტი თუ რამე არსებობდა. ადამიანების გმირება და გამოჩენა ხდებოდა, როცა სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ ხვდავდა. და ახალგაზრდა ვის რო შეიძლება ეგონოს რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია. მე შეიძლება 20 წლის რო ყოფილიყავ, რამე გამეკეთებინა, მაგრამ არა, ხა ის ტიპები ციხეებში რო შეხედავ, ვიღაცა სხვა დაიჯერა რომ გმირი იყო, მე ვიღაცა სხვა დაიჯერეს კოცებმა და აქეთა ფლანგის ბრალია რომ ვიღაცა სხვა დააჯერეს რომ გმირია და უფრო მეტად აფიქრობ ხოცების მაგრამ მე გეტყვი რომ აქეთ ხარ ეს პოლიტიკოსებს, აი 4-5-25 პარტიებს რო ეთქვათ რომ შენ არანაირ რევოლუციას არ ხვდავთ ხალხთან. კაფიოდ მშვიდობიან პროტესტებს. გალახავთ. არა, მშვიდობიან პროტესტებს. არა, რასის გალახავდნენ, კაცო, პასუხისმგებლობა რაზეა? სხვა, ანუ ამიტომ ამბობთ, ხო და მოდი გავაგზავნოთ ტყუილებს. კაი, დაამიწე, მაგრამ გეტყვი რომ ეს ტყუილია მაშინ თუ გეშინია გალახო, ის თუ გალახოს გეშინია, ამიტომ არ ამბობ, ტყუილს ამბობ ესე იგი. ხო, კი ბატონო. კი ბატონო. ან შეიძლება საერთოდ არაფერს არ ამბობ. მე ესეც ფეიქ რევოლუცია მეგონა რომელიც მოხდა, იმიტომ ფეიქი იყო, მართლა ფეიქი იყო, ვინმე არავინ არ აპირებდა მართლა შეჭრას, მაგრამ ბიჭები ხო დაიჭერეს. არაფერს ვერ ვიზამდით რო შეშურდეთ. კი, ეგ ისევ შეზუდეთ. ხო, მაი რაღაც კაი გახარიას არ არის და ამიტომ როცა გახარიოდ ვინმე მოვეტყვი, მაგრამ ფეიქ ბოიკოტია გახარიას შემთხვევაში. ის რა ქვია, მაგრამ მაინც არავინ არ იცნობს ამ გარემოებას. როგორ გინდა რომ შეიმჩნეო რა გახარია და გახარია ხო რა არა ამიტომ გავატაროთ როცა ვინმე გავიდას ლაპარაკს მაშინ დაველაპარაკოთ ის რა ფეიქ პროტესტი რომელიც დიდი ხანია დამთავრებულია და აქტივისტების და კაი რამდენიმე პოლიტიკურად ჰიპერაქტიული ადამიანის რამდენიმე ათეული თუ 100-ული და არ ქვი უბრალოდ აი სასაცილო არის რუსთაველის გადაკეტვა რომელიც არანაირ პროტესტისა არის რა იგივე პროტესტი შეიძლება რაც კიდე იმას დაარქვა მაგრამ რუსთაველი არ იკეტება უკვე რამდენი ერთი დეკემბრიდან მეგონი მოყოლებული აი რუსთაველის გადაკეტვაზე გააუქმას ეს რუსთაველის გადაკეტვა ხა ნიშნავს 50 კაცი გაიქცა და გავარდა და პოლიციამ გადაგიკეტა თუ პოლიცია კეტავს და იგი რუსთაველს არა ამიტომ რომ ვიღაც ხალხი დარბის და უსაფრთხოების ამბოჟი გიკეტავენ რუსთაველს მე ხო გითხარი პოლიცია კეტავს ხო და მე ხო გეთანხმები მაშინ აი მოდი აი ამ თემაზე გითხრას რა იყოს აი უბრალოდ მე მინდა აი შეხო არ დამეთანხმებას არა მე მგონი რომ ის რევოლუციას ფეიქი იყო უბრალოდ 50 კაცი ჩემი აზრით აი ტყუილაძის ციხეში ამის გამო კი არა მე მგონია რომ 50 კაცი ტყუილაძის ციხეში ამაში თანხდებით ხო მაგრამ უბრალოდ ალბათ პასუხისმგებლობის განწყლებაში ვერ თანხდებით ეს მთელი პროტესტი აი ეს რაც ხდება кайხანია ფეიქია ფეიქია ყველანაირი დისკუსია აი რამეზე თუ ხდება აი მაგალითად აი რაც ბოლო დროს ხდება აი მაგალითად ადგილობრივ არჩევნებზე არ არის დისკუსია როგორ არის დისკუსია ხო და არ არის დისკუსია აფრა არის რა ვიღაც ადამიანები გამოდიან და თქვენ რაღაც თავის დაათქმებს აი ხა მე ზეგ თუ გავიგრძევ ცუდ ხასიათს არა ყველა მიცოდა რომ გახარია იროს მოაწილეობას და არავინ ამას კი ედავა გახარია მას როგორ თქვა ესე არა კაცო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ იროდა მოაწილეობას გახარიამ ხო ეგ-ეგრე არ თქვა მე ხო იმასა პრობლემა არ მაქვს ვინმე თუ არჩევნებში მოაწილეებს მიიღებ მე სენში პრობლემა აქვს ვინმე თუ მოიტყვება არჩევნებში ატოვდეს მოაწილეებს მაგალითად ხვალ თუ ლელო გამოვიდა იტყვის რომ მე არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა იმისთვის რომ ჩემი პარტიული სტრუქტურები შევენარჩუნო და ავტორიტარიზმი უნდა გადავჭე ოკეი გაგიმარჯვოს ღმერთმა ხვალ თუ გამო რომელი პარტია მაგალითად ლელო დამეტყვის რომ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა იმიტომ რომ ბიზნესში დავამარცხო არ მომწონს იმიტომ რომ ატყვი თუ ადამიანს შევეცდით იტყვის გააგეთ უბრალოდ ეხ არის სიტუაცია ყველა ჰაერში არის ჩამოკიდებული ყველა ჰაერში არ არის ჰაერში თქვენ რა ზოგადად ამ ხალხმა თავი ჩამოკიდა ანუ ჯერ თქვი რომ არა ლეგიტიმური მთავრობა, არა გეცესკოა და მე ანუ ამას ავტომატურად მოხდება. ჰაერში არის ჩამოკიდებული მეთქი უნები და ჰაერში თავიანთი თავი ჩამოკიდებული. კი, ჩამოკიდებს, სხვამ ჩამოკიდებს თქო რა მithქვა. თვითონ ჩამოკიდებს თავიანთი თავი. აი, მოდი, თავი კიდე ერთი თანხმობის წეტილი იყო. თავი ჩამოკიდეს. მაგრამ უბრალოდ რა შესაქმე აი, რო თქვი რომ შეიძლება ლოიკურად სწორი იყოსო, მაგრამ სტარი იყოსო. ეს ხო თუ სტარი დაშვება გაქვს, ხო? თუ შენ თქვი რომ არჩევნები გაყალბებულია. მთავრობა არა ლეგიტიმურია, ცესკო არა ლეგიტიმურია და შემდეგ. ხო უბრალოდ სასაცილოა რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. არა. როგორ? აი, ავტორიტარიზმში თუ ცხოვრობ,
ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ რაღაცა გადავრჩე და მე საშუალება მქონდეს ავტორიტეტს შევებრძოლო. აი ახლა ლოგიკა და შუშანიკოვი, მე შუშანიკურ ყველაფერს გავემიჯნო, არაფერი არ გავაკეთო და რაღაცა მე ვიქნები ყველაზე წამებული და ყველაზე ამტანი და იმდენად მაგრად მაწამებიან რომ ხალხი უცხოეთში ამაზე ცრემლად დაირღვევა და მე მაგალითად მე არ ვიცი მაგას ვერ ხვდები. მე ვიღაცამ თქვა რომ და თქვენ რაღაც ამ თუ არ ეთახმები გამარკვევი ეს მითხარი, მაგრამ ვიღაცამ თქვა რომ რასაც უნდათ ის დაწერეს. კარუსელები დაატრიალესო. კარუსელები დაატრიალეს. დაატრიალეს. ანუ კარუსელებს ისე დაგიტრიალებენ. ანუ შენ უბრალოდ იმ პროცესს დაგიწერებ, რომელიც თვითონ გაუხარდება. და შენ ისთვის იღებ მონაწილეობას. მაშინ ახლა მოდი სხვა პოლიტიკური პარტიის პრესიდენტი. არა, ხო, მეტყვი, შენ ხო რაღაცა ჩემ ლოგიკას გეტყვი. ჩემი თავიდან გამომდინარე, როგორც ვითომ მათ ამომრჩევას რა მომეწონებოდა ჩემთვის რო ეთქვა, ჩემთვის ახლა მაგალითად მე მგონია რომ არჩევნები შეიძლება ბიზნესში მოუგო. ან ისეთ მაგარ ფორმაში იყო, რომ მოუგე და ადგა და მართლა ხელით გადაწერა, ამ შემთხვევაში მთელმა საქართველოს მიცის და უტყდება ადამიანს იმის თქმა, მათ შორის ქოცის ამომრჩევასაც, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებოდა, კარგი არჩევნები იყო. ამ ორიდან ერთი შედეგის მიღწევა ჩემი აზრით შეგიძლია. იმისის ამჯერა, რომ აქ ადამიანებს შეუძლია ჩვენ ქვეყანაში ადგენდა უბრალოდ ფურცელზეც გადახაზონ და სხვა რაღაცა დაწერონ. ანუ შემიძლია რომ შეიძლება თეორიულად ჯერ კი ისეთი ავტორიტარიზმი არ გვაქვს, რომ შეიძლება მოიგო ამ არჩევნებში, ან რაღაც ისეთი შედეგი დადო, რომელიც შეგიძლია ანუ ამ შემთხვევაში მოცემულ სიტუაციაში შეგიძლია რომ ისეთ ფორმაში იყო, რომ ან მოუგო, ან იმდენი გაყალბება დასჭირდეს, რომ ეს ყველაცვის თვალნათელი იყო და იქ ვიღაცამ მტკიცებულიო შენ მაინც არ თხოვდეს და საღამოს არ გიწევს გამოსვლა. აი პირობიდან გიყალბებენ 2% და ან 5% და თუ შენ და 15% მოუგე, რავი. მაინც არ 5%-ზე მეტის მიშამ არ გაუყალბა 2012-ში რა პრობლემა იყო მაინც ხო წა. ოკეი. არა, უბრალოდ არ ხვდები რამდენი განსხვავება ქონია იმ ხალხისგან, რომელიც ამბობს რომ ტოტალური გაყალბება იყო, რა ვიცი, აზრი არა აქვს, რას გინებას დაეწერა, ანუ განსხვავება რა მაგალითად მაგ პრობლემა, აჯერით აზრი არა, ეგ ხო რა ვიცი ხა. არა, აზრი არა, მაგას თუ აზრი არა, ყოფილი თანაპარტიელები იგივეს ლაპარაკობენ. ყველა ხოცავენ ხო, მაშინ აგებ ჯაფა რომელიც ისეთი დეფირამებს უღერიან ასე თქვა ზოგიერთი გოძგნიან კი ბატონო ის რა ქვია აი ამას ამბობს და შენ არ ეთახმები ფუნდამენტურ დაშვებაში მაგაზე გვილაპარაკია და არ მგონია მაგას ამბობს რომ ხელით შეუძლია დაწერონ რაც უნდა მაშინ ხელით რა კარუსელი თუ დაგიტრიალე და 20 კაცი 500 ხმა დაგიწერე კარუსელი თუ დამიტრიალე და 300.000 ხმა ეგრეთ თუ გააყობენ მთელმა საქართველოს უნდა ნახოს ის ამარშრუტო ტაქსები რომლებიც იქეთ-აქეთ დადიან გეთახმები და ესე იგი ტყუილი იყო ეს ყველაფერი ხო ხო გითხარი ხო გეოვნების უტყუილი იყო მეთქი რაშიც იყავი თავიდან ბოლომდე და არ მიჯერე არა ჯერ ერთი ეგ არის არჩევნების ამ ტყუილი დაიწყო პოსტსაარჩევნო ეტაპი რა კი ბატონო შეიძლება ეგრეს იყო მაგრამ მაგას რო თავი დავანო ჩემი რწმენა არის ეს თუ ეს ასე ვერ ხდება და ჩემამდე ჩემზე კეთილი ჩემზე გამოცდილი ჩემზე ჭკვიანი ჩემზე მამაცი ადამიანი აქ მოახდენს რევოლუციას რადგან მას აქვს რწმენა რომ არჩევნებით ვერაფერს ვერ გაკეთდება დავეხმარ ოკეი დავიხმარებ მეც იხისაც არ მეშინა ის იმ ხალხში თუ მოხვდები შემდეგი არ გამოსული რომ ის იქნება წესი ბატონო და გამოვიდა და რევოლუციას ხო იდეოლოგია ჭირდება ხო რევოლუცია არ ყოფილა იდეოლოგიის გარეშე და აი შენი აზრით რევოლუციას რომ აი რომც ვიღაცას უნდადეს მე ამჯერა მე რაც მგონია რომ ყოველი მეორე მოსყიდულია მაგრამ რომც ასე არ იყოს რევოლუცია თქვა არის კომუნისტური რევოლუცია იყო საფრანგეთის რევოლუცია იყო ამერიკის რევოლუცია რაღაც იდეოლოგია იყო მიშას რევოლუციას იდეოლოგიაზე დგა ბოლოს ანტიკორუფციის რაღაც აი კორუფცია მიშას რევოლუცია შემეძა არა იდეა ანუ კაი დავამეწათ რა იდეა იყო ანუ რაღაც აი ადამიანებს წვენა ჰქონდათ რაღაც უკეთეს საყვარს რომ შეიძლება ძალიან პრიმიტივამდე დაყვანილი იყო რა ვიცი კორუფცია არ იქნება და რაღაც მაგრამ რაღაც იყო ეხა ხო უბრალოდ არაფერი არის გარდა იმისა ქოცები ცუდები არიან იდენტობა იყო ეხაც არის იდენტობა ოღონდ ეგ არ არის რაღაცა ბლარი იდენტობა რა შენაცვლებული რევოლუციის იდეოლოგია ეგ არის საუკუნეზე ადრე მგონია რომ ეგეთ რევოლუცია არ მოხდა არსად რომელიც იდეოლოგიით ვიღაც მოდიოდა თან ხო აქ რევოლუცია გვინდა ხო არის ეხლა აქ მე მთავარი პრობლემა რაც მაქვს არის ის რომ პოლიტიკატინო უნდა გამოუშვეთო და მშვენიერი მიზანია და მეორე არის არჩევნები პოლიტიკატინო კაცო ეს შეესწავლება გამოიყარა ეს ვერ იქნება მოთხოვნა საერთოდ ეს არის უკვე სახის შენარჩუნება ახალი არჩევნები ამაზე ვერ ჩამოყალიბდით კაცო უკვე ეს ტყუილია და კარგი რომ შევახსენე უკვე თავიდან იყო ხელახალი არჩევნები მე გეუბნებოდა რატო არის ტყუილი იმიტომ არის ტყუილი რომ არავინ მაგ არჩევნებში არ ემზადება არ შეიძლება არა მარტო კაცო რას ითხოვდა ჯერ ახალ არჩევნებს ეხლა ისეთი ხალხი ითხოვს ვინც საერთოდ მაგას თავიდან ახალ არჩევნებს ითხოვდა იგივე ცესკოთი არა ეხლა ითხოვდა სუსის და იმის ცესკოს შეცვლას სუსის და ცესკოს შეცვლას არ ვითხოვდი არა ნუ ეხლა მე როგორ არა კაცო შეხედენ ბოლოს აღარ ხალხი განცხადებას ამ რომ აღარ ჭირდება უბრალოდ არჩევნები ეხლა ჭირდება რომ ახალი ცესკო იყოს ახალი შსს იყოს თუ რაღაცა ასე შემდეგ ან უკვე გთხოვთ ჩემ ბიზნეს ჩაბარებას პირდაპირ